საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გიორგი შერვაშიძის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით მწერლისა და პუბლიცისტის ნანა ქარდავას საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის თემა საარქივო წყაროები და დოკუმენტები გიორგი დიმიტრის შერვაშიძის მოღვაწეობასა და პირად ცხოვრებაზე გახლდათ. ლექციის ძირითადი თემა მწერლის ბოლო წიგნის თბილისის აფხაზი გუბერნატორის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა. ავტორმა და მომხსენებელმა დაინტერესებულ საზოგადოებას ამ თემაზე მოპოვებული უახლესი კვლევის შედეგები გააცნო. წიგნი თბილისის აფხაზი გუბერნატორი 2 წლის წინ გამოიცა თბილისის მერიის დაფინანსებით. იქიდან მოყოლებული საზოგადოებრივი ინტერესი ამ წიგნის მიმართ იყო მაღალი. ამ თემაზე მე ლექციები ჩამიტარებია დადიანების სასახლეში, თბილისში კავკასიურ სახლში და საქართველოს ეროვნულ არქივში, რასაკვირველია ლოგიკური იყო ამ ღონისძიების ჩატარება, რადგანაც სწორედ აქ შენახული ფონდზე, გიორგი დიმიტრის შერვაშიძის ფონდზე დაყრდნობით დაიწერა ეს წიგნი. მუშაობის პროცესი იყო ხანგრძლივი, ვინაიდან მთელი ეს დოკუმენტაცია არის რუსულენოვანი, რუსულ ენაზეა დაწერილი. კვლევა სჭირდება, რომ წყლობით იმუშაოს, თუნდაც თარგმანზე, მოძიებაზე, შესწავლაზე და აი ასეთი შრომის შედეგადაა მხოლოდ შესაძლებელი, რომ გამოიცეს ეს ყველაფერი წიგნად. ისეთი შრომი აქ ნანას იმდენი უმუშავია, ძალიან ძლიერი ნამუშევარია და კიდე აც დაამთავრებს ამას. ჩვენ ვართ ერთ-ერთი შტო, სამურზაყანო შტო. მე რაც შემეძლება ქალბატონანას მივაწოდებ რაღაცა მასალები. მე მაქვს ესეთი უფრო ოჯახიდან, მამასგან, ბიძაჩემებისგან, აბოებისგან და ასე შემდეგ. ძალიან დიდი წარმატება ეს წიგნი.